მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის ნახევარმცველი ოთარ კიტაიშვილი ზედიზედ მეორე და ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გასულ სეზონში მიღწეული ტრიუმფის შემდგომ კიტაიშვილი 24-25 წლების სეზონსაც უმაღლეს დონეზე ატარებს და გუნდის ლიდერია. კიტემ ჯილდოს მიღების შემდგომ პრესასთან მოკლე კომენტარის გააკეთა. ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ასახავს იმ ძლიერ გუნდურ შესრულებას, რაც ამ სეზონში ვაჩვენეთ. ჩემი თანაგუნდელების და სამწვრთნელო შტაბის ნდობის გარეშე ასეთი ინდივიდუალური წარმატებების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. მიასევი ამ ჯილდოს აღვიქვამ ჩვენი კოლექტიური განვითარების აღიარებად, რომელიც ამ სეზონში გვაქვს და იჯერ არ დასრულებულა. ჩვენი დიდი მიზანია ბოლო ორ ტურში გავიმარჯვოთ და დასახულ მიზანს მივახციოთ. შეგახსენებთ, კიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 30 მატჩი ჩაატარა. 12 გოლის გატანა შეძლოს მისი პირადი კარიერული რეკორდია. აქვე გეტყვით, რომ შტურმს 39 გოლა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. გრაციელები ავსტრიასა და ვოლფსბერგს 6-6 გოლით უსწრებენ. თუმცა მათ ერთით ნაკლები თამაში აქვთ გამართული. კიტაიშვილის გუნდი დარჩენილ ორ ტურში ჯერ სტუმრად რაპის დაუპირისპირდება. შემდეგ კი შინ სანდრო ალთუნაშვილს უმასპინძლებს. ლიგა 1-ის ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ოსერს უმასპინძლა და 3-1 იმარჯვა. პირველი ტაიმი ოსერმა PSG-ს მინიმალური ანგარიშით მოუგო. 31 წუთზე ლასინეს სინაკომამ ულიამ პაჩოს პოზიციურ დუელში აჯობა. ჯალუიჯი დონარუმასთან პირისპირ გავიდა და ანგარიშიც გახსნა. კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველ ტაიმში შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა. მეორე ტაიმში კი უფრო ჩოულ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა. 59 წუთზე ხვიჩამ საჯარიმოს მისადგომებთან ფაბიან რუისის პასი მიიღო და მეკარესგან მარცხენა ქვედა კუთხეში ზუსტად დაარტყა და გაიტანა. 77 წუთზე პარიზელთა კუთხურს მეორე გოლი მოყვა. თავი კაპიტანმა მარკინიოსმა გამოიჩინა. 80 წუთზე შესვლაზე შემოსულმა გონსალო რამოსმა პენალტი ვერ გამოიყენა. 98 წუთზე კი კვარაცხელიამ ოსერის საჯარიმოში მიიღო ბურთი. მეკარე მოატყუა და დუბლიც გაიფორმა. ხვიჩამ მატჩი სრულად ჩაატარა და სოფასკორისგან 10-იანი შეფასება დაიმსახურა. მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 5 დარტყმა კარში, 2 დარტყმა კარისკენ, 7-დან 5 წარმატებული დრიბლინგი, 51-დან 59 ზუსტი პასი, 3 საკვანძო პასი, 4-დან 3 ზუსტი ჩაწოდება, 1 ზუსტი გრძელი პასი, 2 შექმნილი საგოლე მომენტი, 11-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. კვარამ 9-ჯერ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯანიმდა. ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მატჩის შემდგომ PSG-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩაზე ისაუბრა და მის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა. ენრიკე: ოსერი ძალიან კარგი გუნდია, რომელიც თავს ძალიან კარგად იცავდა. ჩვენთვის პირველი ტაიმი რთული იყო, რადგან თამაშის საკმარისი რიტმი არ ჰქონდა. მეორე ტაიმში თამაში გავაუმჯობესეთ და ძალიან კარგად ვითამაშეთ. კვარას სათამაშოს დონეს კარგად ვისდომთ. ნორმალურია, რომ მას ადაპტაციის დრო სჭირდებოდა. მაგრამ მისი ინდივიდუალური თვისებების შესახებ ყველამ კარგად იცის. ჩემპიონთა ლიგის ფინალი? ახლა კომაგებთან ერთად ვზეიმობთ. ამით სიამოვნებას ვიღებთ. ეს ამ სეზონში ჩვენი ბოლო მატჩია, პარკ დე პრენსზე. ყველას გონებაში 31 მაისის მატჩია, მაგრამ ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელიც გასულ სეზონში გვსურდა, მაგრამ ტრანსფერი არ გამოვიდა. მისი დამატება სეზონის დასაწყისში ვცადეთ და საბოლოოდ იანვარში მოვიყვანეთ. ინტელექტით და თავდაბლობით ჩვენ ყველა მოთხოვნას ანადაპტირდა, რაც მას დაცვასა თუ შეტევაში დავავალეთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ფორვარდები დაცვაში საოცრად თამაშობენ. დაცვაში შესანიშნავი სტატისტიკა აქვთ. კვარაც მათ შორისაა, რაც შეეხება შეტევაში თამაშს. ეჭვი არ მეპარება უახლოეს წლებში უამრავ გოლს გაიტანს. შეხვედრის შემდგომ კომენტარი კვარამაც გააკეთა, რომელმაც მატჩი შეაფასა და მოახლოებულ ფინალზეც ისაუბრა. კარგად მოვიმზადეთ ამ თამაშისთვის. უფრო მნიშვნელოვანი მატჩები წინ გველოდება. ახლა კი მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვართ. აქ ადაპტაციაში ძალიან დამეხმარენ. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და სიამოვნებას ვიღებ. ინტერთან ფინალს ველოდებით და სრულიად კონცენტრირებული ვართ. ეს ჩვენი ცხოვრების თამაშია და გონება 100%-ით უნდა მოვმართოთ. ძალიან ბედნიერი ვარ და მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემი ემოცია მინდორზე 90 წუთის განმავლობაში გამოვიყენო. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ფანებს. მათ საოცარი ატმოსფერო გვაჩუქეს და კი, მათ ეს ნამდვილად კარგად გამოსდით. და ფეხბურთელისა და მწვრთნელისა კვარას პერფორმანსი უცხოურ მედიებსაც არ გამორჩენიათ. 19 minutes
რამდენიმე სოლო გარღვევა მარცხენა ფლანგზე, მოულოდნელი დარტყმა 24 წუთზე. კარგი თამაში დაცვაში. გუნდის ყველაზე აქტიური შემტევი იყო. ახლოს იყო საგოლე პასთან 53 წუთზე. 59 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 98 წუთზე კი დუბლი გაიფორმა. მაქს ფუტი. პირველ ტაიმში ქართულმა გარემარმა აჩვენა, რომ შეტევის მარჯვენა ფლანგზე თავს ნაკლებად კომფორტულ აღწნობს, მაგრამ როგორც კი მარცხენა ფლანგზე დაბრუნდა, ნაპოლის ექს-ფეხბურთელი აბსოლუტურად შეუჩერებელი იყო. მან ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ოსერის დაცვაც კი თავისი სისწრაფით ხლიდა. მისი დარტყმული ჯარი მაძელს მოხვდა. შემდგომ კი ქართულმა ფეხბურთელმა დუბლი გაიფორმა. საერთო ჯამში სოლიდური მატჩი ჩაატარა, რაც მას დარჩენილ ორ მატჩში თავდაჯერებულობას შემატებს. ფარის ფანსი მატჩის წამყვანი მოთამაშე იყო. ფიზიკური მუშაობის თვალსაზრისით სეზონი შესანიშნავად დაასრულა და 2 გოლიც გაიტანა. ლეპარიზენი აქტიურობდა, მიდიოდა დრიბლინგში, როგორც ის მას ჩვევია. გარკვეული დროის განმავლობაში მისი ეფექტიურობა შეზღუდული იყო. თუმცა კვარაცხელია არ დანებდა და თავდაუზოგავი შრომისთვის დასაჩუქდა. გოლით 59 წუთზე. 93 წუთზე ქართულმა ფეხბურთელმა ბურთი ძილს გაარტყა. შემდგომ ლიგა 1-ში პირველი დუბლი გაიფორმა და სეზონის მეოთხე გოლი გაიტანა. ლოგიკურია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც ის გახდა. ლექვეიბე პირველ ტაიმში PSG უჩვეულოდ ნელი იყო. ქართველი კი მუდმივად ცდილობდა თამაში აეჩქარებინა. 59 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 92 წუთზე კი საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა. დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია მისი დამოკიდებულება. ქართველი მუდმივად ცდილობდა თანაგუნდელები გამოეღვიძებინა. ამრიგად PSG სეზონი 84 გოლით პირველ ადგილზე დაასრულა. ხუჯას კი 14 მატჩი, 3 გოლი და 3 საგოლე პასი დაუკრავდა. 24 მაისს პარიზული გუნდი საფრანგეთის თასის ფინალში რემს დაუპირისპირდება. 31 მაისს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის წინააღმდეგ ითამაშებს. 2030 წელს სოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსებიდან ზუსტად 100 წელი სრულდება და საუკუნოვანი იუბილესთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო იდეა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი კონმებოლის ზონის პრეზიდენტს ალეხანდრო დომინგეს ეკუთვნის, რომელმაც FIFA-ს ხელმძღვანელებს ერთჯერადად ამ ტურნირისთვის გუნდების რაოდენობის 64-მდე გაზრდა შესთავაზა, რათა ეს ზეიმი მსოფლიოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაიზიაროს. დომინგესის წინააღმდება თავიდანვე არ მოეწონა UEFA-ს ხელმძღვანელს ალექსანდრ ჩეფერინს, თუმცა მისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება აქვს FIFA-ს პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობის უფლება ნებისმიერ იდეას აქვს და მას ძალიან მოსწონს მუნდიალის იუბილის ასეთი გზით გალამაზება. ინფანტინო ამ შემთხვევაში დამატებით შემოსავლებზე ფიქრობს და გუნდების რაოდენობის გაზრდით მისთვის მთავარი мотиваცია სატელევიზიო გაყიდვების უფლებებიდან მიღებული დივიდენდებია. რა თქმა უნდა, თუ FIFA-მ აღნიშნული ცვლილება შეიტანა ჩვენი ნაკრებისთვის მსოფლიოზე მოხვედრის შანსების 1-2-რად გაიზრდება. ასე რომ აღნიშნული საკითხი ჩვენი ფედერაციისა და ბიჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობისთვის 2030 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს 3 ქვეყანა, ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო უმასპინძლებს. თუმცა საუკუნოვანი იუბილესთან დაკავშირებით ჯგუფური ეტაპის რამდენიმე მატჩი სიმბოლურად სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებში ჩატარდება. საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში ლიონმა ანჟერსს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი ლაკაზეტმა გაიტანა, რომლისთვისაც აღნიშნული დაპირისპირება ბოლო იყო, რადგან ფრანგი თავდასხმელი გუნდიდან მიდის. სამწუხაროდ გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, თუმცა მატჩი 79 წუთზე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ფეხბურთელმა სწორედ ლაკაზეტი შეცვალა. დარჩენილ დროში ლიონი ბევრს არ აქტიურობდა და საგოლე მომენტებიც ბევრი არ შეუქმნია. ლიონი სხვა გუნდებზე იყო დამოკიდებული, რომ ევროტურნირების გზური მოეპოვებინა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ფონესკას გუნდი მე-7 ადგილზე გადავიდოდა, რადგან სტრასბურგი ლეაურთან არ აგებდა. ასე კი ლიონი მათ 1 გოლით ჩამორჩებოდა, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ლეაურმა სტრასბურგს გამარჯვების მომტანი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე გაუტანა. ლიონსა და სტრასბურგს თანაბარი ქულები გაუხდათ, თუმცა ჟორჟის გუნდი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მე-6 პოზიციაზე გადავიდა. აქედან გამომდინარე ლიონს მომავალ სეზონში კონფერენც ლიგაზე ვიხილავთ. ასევე არის მაღალი ალბათობა, რომ ლიონი არა კონფერენს ლიგაზე, არამედ ევროპის ლიგაზე ვიხილოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება საფრანგეთის თასის ფინალი, რომელშიც პარი სენ-ჟერმენი რემს ხვდება. PSG-ს გამარჯვების შემთხვევაში ლიონი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდება, ხოლო კონფერენს ლიგაზე მათ ადგილს სტრასბურგი დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში ლიონის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 48-ჯერ მოიგო. მან 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024-25 წლების სეზონი ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენისთვის წარუმატებელი გამოვიდა. გუნდი დასკვნით ტურში ტულუზასთან 2-3 დამარცხდა. 18 გუნდს შორის მე-17 ადგილზე გავიდა. 30 ქულა დააგროვა და პლეი-აუტის ზონაში მყოფ რემს 3 ქულით ჩამორჩა. სენტ-ეტიენი გამარჯვების შემთხვევაშიც გავარდება, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში ბურთების შეფარდება რემს გაცილებით უკეთესი აქვს. აქედან გამომდინარე სენტ-ეტიენი შემდეგ სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩემპიონმა ტულუზასთან 90 წუთი ითამაშა. პირველი ტაიმის მიწურულს მეკარიმ მაგარი ბურთი აუღო. 63 წუთზე საგოლე პასი შეასრულა და ბატუმინასკამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსია. 70 წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან კამათის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო. აქვე გვეტყვით, რომ ზურიკო დავითაშვილისთვის ლიგა 1-ის 2024-25 წლების სეზონი პირადი პროდუქტიულობიდან გამომდინარე წარმატებული იყო. მისი გუნდი გავარდა, თუმცა სადებიუტო სეზონში ლიგა 1-ის 33 მატჩი მან 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა, რაც 17 საგოლე მოქმედებაა. უდიდესი ალბათობით ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის გუნდში არ დარჩება და სავარაუდოდ მას საფრანგეთის ლიგა 1-ის ან ტოპ 5 ლიგის სხვა ჩემპიონატში ვიხილავთ. დავითაშვილმა გოლები ოსერს, ანჟეს, პესეჟს, ლილს, სტრასბურგს და მონაკოს გაუტანა. საგოლე პასები ლილთან, ნანთან, ანჟესთან, მონპელიესთან, პესეჟესთან და ბრესთან შეასრულა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.